რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების ამსახველი კადრებით გაიხსნა გორის უნივერსიტეტში კონფერენცია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს ეხებოდა. კონფერენციაში მონაწილეობას გორის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტებიც იღებდნენ. მოწვეული სტუმრები ომის თემაზე კონფერენციის ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ გორისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალშიც გააგრძელებენ მსგავსი სახის კონფერენციებს. ამ კონფერენციის სათავეებთან თუ ასე ვიტყვით, დგანან ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ აი ამ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი ინიციატივა იყო სწორედ რომ კონფერენცია ჩატარებულიყო გორში. ჩამოსულიყვნენ აქ და აქ წაეკითხათ თავიანთი მოხსენებები. ამან მიიღო შემდეგ ორგანიზებული ხასიათი, ბატონ ზაზას, ბატონ გიას დაუკავშირდით ამასთან დაკავშირებით და ეს გაფორმდა როგორც ორი უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია და მთლიანობაში ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოდის, რაც მნიშვნელოვანია ის, რომ შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი გახდება ამ ორ უნივერსიტეტს შორის. და თვითონ ის მოვლენა, რის შესახებაც მსჯელობენ სტუდენტები, არის ძალიან მწვავე პრობლემა, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს და ბუნებრივია მისი გააზრება სტუდენტური ძალებითაც მათ მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეუძლიათ ამ პრობლემის კვლევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. ვიდრე კონფერენცია დაიწყებოდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ომის პერიოდი ფოტორეპორტაჟებით გაიხსენეს, რომელიც უნივერსიტეტის დარბაზში იყო გამოფენილი. არც ერთ ადამიანს არ ესიამოვნება, როდესაც ასეთ სურათებს დაინახავს. ნამდვილად ბარბაროსობა ადამიანს წაართვა სახლი, მით უმეტეს დაუძვა თვალწინ. ნამდვილად რეალურად იქნება ასახული, იმიტომ რომ პირადად მე მაქვს ასეთი მოხსენება შერეული ოჯახები, რადგან ძალიან ბევრი შერეული ოჯახია ისეთი, რომელიც დღეს საქართველოშია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და პირადად მეც ასეთ გავეკუთვნები. გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი ამბობს, რომ კონფერენციის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა და სტუდენტებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს ქართველ და ოს ხალხს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემასთან დაკავშირებით. გორის უნივერსიტეტში უნივერსიტეტის დაბომბვიდან დაახლოებით 1 წლის შემდგომ ასეთი კონფერენციის ორგანიზება მე ვფიქრობ ძალიან სიმბოლურია და ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ ძალიან დიდი ზარალი განვიცადეთ დაბომბვის შედეგად, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გახდა საფეხური, გახდა ნაბიჯი დღევანდელი კონფერენცია იმისათვის, რომ გორის უნივერსიტეტში შეიქმნას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა და ამ თვალსაზრისით წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი ხდება უკვე მეცნიერული დამუშავება აღნიშნული პრობლემისა, რაშიც მონაწილეობას იღებენ უფრო სწორად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სათანადო ფაკულტეტის და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის დასრულების შემდეგ ომის შემდგომი პერიოდის შესახებ დისკუსია გაიმართა. მონაწილეებს გორის უნივერსიტეტის სიგელები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.